მოგესალმებით მეგობრებო, მრავალშობა ახალწეს დაგვასწროს ხმერმა უფალმა გამჩენმა, ეს ზერო გამოაჭყიტებს. სუბტაერზე. ყოველთვის უნდა მოდიოდით ხო, აზე სულიერად მორალურად ყოველთვის უნდა ვისვენებდეთ და აგერ ბატონო. არა, როგორც ყოველთვის საქმესაც უნდა უყუროდეთ, ხო? ნელა უნდა ავიწყოთ. ჩვენი ეპოპეა როგორც ყოველთვის დავაგრძელოთ, დავიწყოთ, არა ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, როგორც ყოველთვის, ვიცით, სადაც დასვენება იქ საქმე უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კონკრეტული მართულება გვაქვს, კერძო კოტეჯია, ორი სართული, სადაც საშუალოდ მაქსიმუმი პრინციპში შეიძლება იყოს 70 პლუს 70 არ იქნება, ხო, წარმოიდგინეთ თითო სართული 70 კვადრატი პლუს 70 კვადრატი, ეს მაქსიმალური. იმიტომ რომ კოტეჯი არის ორად გაყოფილი. ამასობაში გვაქვს ორკონტურიანი ქვაბი, კლასიკა როგორც ყოველთვის, ხო? როცა რავის მიმართულებას ვერ ვიჭერთ ხოლმე და ამასობაში ბოილერი ასეთრიანი. ხო? რამდენჯერ მითქვია, ამასობაში გვაქვს პატივცემული 28 კილოვატიანი, ხო? მეთალთერმის ქვაბი, ორკონტურიანი, კლასიკა, ხო? ორკონტურიანი ქვაბი, დავაძმაკაცოთ, ხო? რაფრა დავაკავშიროთ, როგორც იტყვიან. ერთკონტურიან ამასობაში უკვე კერძო მნიშვნელობა საერთოდ აღარ ენიჭება უკვე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ერთკონტურიანი ბოილერის ხელისწყლის მომზადებისთვის, ხო, კლასიკა, ხო, როგორც ყოველთვის, თითი, ხო, თავარი მაჩვენებელი, თითი, ტვინი, ხო, გაიყო და პირდაპირ ბოილერზე იწოდება. ამასობაში 1 2 3 4 5 6 7 8 9 9 რადიატორი წარმოიდგინეთ, პრინციპში 70 პლუს 70 კვადრატს. ამასობაში კიდე ფეხებში დისკომფორტი გვაქვს, ვინაიდან როგორც ყოველთვის, ხო, რასაც არ ვითვალისწინებთ ამასობაში რადიატორების გარეშე, ხო, შეგვეძლო. ამასობაში გავიგებინა იატაკის გათხოვა, ხა, აქ რამდენჯერ მითქვია, ხო, რადიატორი პლუს რადიატორი, მაგრამ დისკომფორტი გვაქვს ფეხებში, ვინაიდან, ხო, ბაგურიანებთან ამასობაში და იატაკის გათხოვა სადაც პანაცეაა გამოწევილი, იქ არა გვაქვს, ხო? ამასობაში გავუკეთე რა შესწავლებს. პირველი შესწავლა ის ორკონტურიანი ქვაბი, ამასობაში გვინა დავაძმაკაცოთ ბოილერთან და იმის გარდა, რომ ეგრეთ წოდებული გაყოფით, ხო, პლუს რადიატორები პლუს ასეთიანი ბოილერი ვერავითარ ვერ მოვიფიქრეთ, ეს ნონსენსია. მეორე, ხო, ცივ წყალში ერთი კაი 15 წუთი ცხელი წყალი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ გამიჯნული არაა, ეს ნიშნავს, რომ ცივი წყალია, ეს ვაკვირდებით, ხო, ცივი წყლის აი შემოსვლა. ცოტა ფოკუსირებასაც დავიჭერ, სამწუხაროდ არა განათება საქვაბეში დამწვარია ნატურა. ამასობაში ხო გამიჯნული არა, ვინაიდან უნდა იყოს ყოველთვის გამიჯნული ეგრეთ წოდებული უკუ სარქველით, ვინაიდან არ მოხდეს, ხო, გადახარდო, ვინაიდან აქ სანასოსი არის, იმიტომ რომ ეთყობა მკაფიოდ ეს დაცემა, ხო, წყლის ცვალებადობა, ჭაურის ცვალებადობა უпроსტურად და ამასობაში უნდა იყოს ყოველთვის გამიჯნული, ვინაიდან ცივ წყალში სწორედ ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ვინაიდან გასხელებულ წყალში, ხო, ფიზიკაა, ხო, აქ ფიზიკის კანონები როგორც ყოველთვის ზაას ტერმინოლოგიები არაა, ხო, უпроსტურად ზაას ტერმინოლოგიები ერთი არის, კი ბატონო, მაგრამ ფიზიკა ერთი არის. ზაას მოგონილი არაა, გადამეტებული ჭავლი გვაქვს ცხელი წყლის მიმართულებაში, ბოილერში კერძოდ ამ შემთხვევაში სამ არ განიტვირთება და არ გაუთანაბრდება, ხო, ერთი მეორეს არ გაუწონასწორდება ეგრეთ გაუთანაბრდება ამ შემთხვევაში, ვინაიდან წონა აქ არაფერ შუაში არ არის, ვინაიდან ჭავლი, ცივი წყალი სამ არ გაუთანაბრდება, მანამდე ონკაში მივიღებ ცხელ წყალს, ცივ ონკაში, ამასობაში მაგარია, ხო, ველოდებით ცივ წყალს ბაკურიანში და მოდის ცხელი წყალი. შესწომა კიდევ ერთი უხეში ის არის, რომ 28 კილოვატიანი დაკავშირება პრიორიტეტის რომ გავაკეთოთ 100 ლიტრიან ხო ბოილერთან, ამასობაში 100 ლიტრიან ბოილერს რაც გამოწე მაქსიმალურად ექნება მით უმეტეს ხო ეს აპამეტის ხო ხარს ჯანსაღი ბოილერები, მაგრამ ამასობაში 100 ლიტრიანში მაქსიმუმი შეიძლება რაც იყოს, ეს არის 12-14 კილოვატი, ხო, 12-14 კილოვატი, ამასობაში 28 კილოვატი, ბერჯერ მეთქვია, ხო, ამას უგეთქვია, ეს წოდებული ტაქტიკა, ხო, უნდა გააცხელოს, ამასობაში 5 წუთს არ დაჭირდებოდეს, მაგრამ ერთ-ერთი როცა არის მოთავსებული და ამასობაში მოუდება ნახევარი საათი, ვინაიდან ქვაბი ჩაირთვება, გამოირთვება და ამას ზუსტად აი ჩართვა გამორთვების ციკლებს ქვია ტაქტიკა და გახანგრძლივება იმის მაგივრად რომ ერთი ჩართვის პროცესში 5 წუთში მომიზადოს მით უმეტეს 100 ლიტრიანი წყალი. ნუ აღარ ვიძახ, ხო? ეს კლასიკური, ხო? ეს გაშტიკინებული ფილტრები, არაფრის მომცემი, ვინაიდან ბერჯერ მითქვია, რომ ამის დანიშნულება არის 0. კი ბატონო, ერთი და იგივე პოჩერკია სხვადასხვა არსებულ კოტეჯებში, ერთი და იგივე პოჩერკი არის, ნაწარმოები არის ერთი. ამასობაში სახელწოდებით რას ვისწავლე, ეგ არის დანარჩენი, რა ვიცი, რაც იქნება. ამასობაში არაფერი იქნება, ვინაიდან გვაქვს ამასობაში ერთი ადამიანის ბანაობის შემთხვევაში გვაქვს დეფიციტი, სუპერ დეფიციტი ამასობაში. ეგრეთ წოდებული ტაქტიკა კიდევ ეჯერ და ეჯერ, ხო, ვინაიდან ახლა მიმართულებაში კიდევ ეჯერ ვიზახი, რომ ის მიმართულება როცა ახლა ამაზე მეტი ვისწავლე, უბრალოდ ეს ვისწავლე და ამაზე მეტი არც მაინტერესებს,
სახელმწოდება ყოველთვის იქნება ერთი, ხო, არაფერს მოცემის სისტემა, ვინაიდან იმის მაგივრად რომ უნდა იყოს გამიჯნული ყოველთვის ამასობაში. მეკრება, ხო? შესაბამის პროექტით ამასაც გაჩვენა, თუ უკვე გვერდგონა, ხო, ამასობაში რა ვიცი, ადამიანს უკვე აქვს, ხო, ორგონტურიანი ქვაბი. კი ბატონო, ორგონტურიანი ქვაბის დაკავშირება შეიძლება ბოილერთან, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ფართი გვაძლევს საშუალებას რაღაც 45-50 კვადრატი, აი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებულად იქნებოდა აქტუალური, ვინაიდან შეგვიძლია ბოილერთან დავაკავშიროთ, მაგრამ ორხვიან ბოილერთან, ამასაც მე იხილავთ პრინციპში და ამასობაში გვაქვს შენახული ენერგია, მაგრამ ცხელი წყალი გვაქვს დეფიციტის გარეშე, ორგონტურიანი ქვაბი გვახსოვს, ხო, როცა მეორე კონტური ცხელი წყლის მოხმარებაზე გადაერთობა, გათბობას აინებებს თავს და ეს ეგრეთ წოდებული ცვალებადობა ტემპერატურის რადიატორების ძალიან საზომრად აღიქმება და ეს ახმა რა იყოს ამასობაში, აი ბოილერი ამასობაში ხო უკვე იღებს მონაწილეობას მხოლოდ ორგონტურიანი, ვინაიდან პირველ კონტურთან ვაკავშირებთ ამ პატიცემურს, ის უბრალოდ იქნება რაღაცა დამატებითი ოპცია, სერვისის მომსახურების შესაბამისად, რატომაც არა ეს ეგრეთ წოდებული მეორე კონტური ცხელი წყლის, მაგრამ გათბობიდან ვიიღებთ ჯანსაღ თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი 45-50 კვადრატის შესაბამისად განსაკუთრებულად ბინებში ხა ბაკურიანში მოცულობა უნდა ქონდეს ვინაიდან ახლა დანაკარგები გვაქვს შესაბამისი ვინაიდან -12 -15 გვაქვს აი გუშინ გამიქონა -15 ხო ამასობაში -15-ში ახლა 100 ლიტრიანი ეს არის რაღაც 1.5 ხო ეგრეთ წოდებული მეგაკალორია საათში თქვენ ენაზე 1.5 კილოვატი ხო 1.5 კილოვატი ახლა დანაკარგები -15 როცა არის განსაკუთრებულად ბაკურიანში ცოტა არ იყოს მიუღებელია ხო ვინაიდან ახლა ძალიან სუპერ ეგრეთ წოდებული დათმობებით უნდა იყოს და ძალიან სუპერ ენერგოეფექტური ფართი რო 1 კილოვატ-ნახევარი ქონეს 140 კვადრატში ხო ამასობაში. ამიტომ მქონია მოცულობა გვინა, მაგრამ მოცულობით მივიღეთ 1 დიდ პლუს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ გვექნება მომზადებული ცხელი წყალი და ამასობაში გათბობის სისტემაც დეფიციტის გარეშე და განსაკუთრებულად აქტუალური იქნება ის ზუსტად რაც მე ვთქვი, ხო, იატაკის გათბობა. ხა იატაკის გათბობა ყოველთვის აქტუალურია და განსაკუთრებულად ხა წარმოვიდგინეთ, ხო, პანაცია გამოწერილი აქ შემოდიხარ, თოვლია გარეთ დაალაგებ აი ფესაცმის აქ გაშრება ყოველთვის აქტუალურია და იქაც უნდა იყოს იატაკის გათბობა. რა ვიცი ეს არაერთჯერ მე რა ქვია მინახია რომ ბაკურიანის თემატიკაში ეს რაღაცა აქტუალურობას არ წარმოადგენს და რატომ არ ვიცი ვინაიდან პირველი გამოწერილი პანაცია ესა ხო შემოდივარ თოვლიანი ფეხებით ხა გაიბერტყო გამოიბერტყო ხო მოსაწყენი არის ამიტომ დაალაგებ ადამიანი აქ განსაკუთრებულად მის მოგვითხრა ხინამურების მოყვარულები ხო ეგრეთ წოდებული ვატინგები და ასე შემდეგ აქსესუარები ყველაფერი უნდა დაალაგდება ეს შემოსასვლელში და შედიხარ უკვე სითბოში იქ და იქაც უკვე ფეხებში გვაქვს სითბო ესეთი სახით ხო როგორც მინიატურული ჩანართებით რა ვიცი ხო რა ვიცი ზოგი სენაზე იქ ხანახან ნიშნავს იმას რომ არაფერს მომცემი არ არის ახლა და ვისაც აინტერესებს თემატიკა იმითის ყოველთვის არის მომცემი და ამის ვიარსებებთ ყოველთვის ჩვენ ხო ვისაც აინტერესებს იმათთვის ყოველთვის იქნებით ჩვენს აქტუალურები და ვისაც არ აინტერესებთ ხო ყოველთვის გზა გაქვთ ხსნილი ამასობაში კიდევ ეჯერ და ეჯერ ხო ეს პატარა რეზუმებით გავაკეთებთ რომ ჯერ ესეთ როცა გვაქვს ცხელი წყლის მომზადება ნომერ პირველი ორგონტურიანი ქვაბი აქ არაფრის შუაში აღარ უნდა იყოს ამასობაში უნდა იყოს ერთგონტურიანი ქვაბი მეორე პანაცია არასოდეს არ ვიფიქროთ ამასობაზე ეს უნდა იყოს თქვენთვის პანაცია განსაკუთრებულად ასეთ კლიმატურ ზონებში ხო მთია მაღალმთია რეგიონებში იატაკის გათბობა აქტუალური სუპერ აქტუალური იქნებოდა და ამასობაში ცხელი წყლის მომზადება ეგრეთ წოდებული ერთგონტურიანი ქვაბით ეს აუცილებელი ოპცია იქნებოდა და ამასობაში კი ბატონო დაზღვევის შესაბამისად თუკი ეს თუკი უნდა დავაყოლოთ გვერდონა ორგონტურიანი ქვაბი მაშინ აქტუალური უნდა იყოს ყოველთვის მოცულობითი ბოილერი და როგორც ეგან ავსენიმე ხო ორგონტურიანი მხოლოდ ორგონტურიანი ბოილერის პირველ კონტურის დაკავშირება ბოილერთან ბოილერში უკვე გვაქვს ჩვენ ეგრეთ წოდებული უკვე მოცულობითი წყლის მოცულობა ეს არის თქვენაზე ენერგია ვინაიდან ახლა ხო ის ენერგია არის შენახული ყოველთვის ბოილერში იქიდან გვაქვს ცხელი წყალი დეფიციტის გარეშე და ამასობაში გათბობას მუშაობს ისე რომ ქვაბს ცვალებადობა იმ კონტურის გადართვა განმარტოს შესაბამისად ცხელი წყლის მოთხოვნილების შესაბამისად არაფერი ეგრეთ წოდებული დეფიციტი თქვენ არ გექნებათ ეთილი და პატიოსანი ყოველთვის ამ წლიდან ნელა უკვე შემოვეპარებით და შემოვეპარეთ უკვე მუშა რეჟიმში სამუშაოს გარეშე რა თქმა უნდა დასვენება არის ხო ამასობაში ყოველთვის უნდა იყოს აქტუალური შრომა და